კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში სპექტაკლ ნაბუშრების პრემიერა წარმოადგინა. მარტინ მაგდონახის ობოლი დასავლეთის მიხედვით შექმნილი ზურაბ სამადაშვილის ობლების შავი კომედიაა. იგი გაჯერებულია მსუბუქი იუმორი და ზუსტად ასახავს დღევანდელ ქართულ რეალობას. თანამედროვე იგავი მოგვითხრობს ქალაქის გარეუბანში მცხოვრებ გამუდმებით მოჩხუბარ ორ ძმაზე. მე ასეთი სტილის პიესა არასდროსაც წამიკითხავს, ცოტა დრამისკენ მივყავართ და ცოტა გადაცნილი გზაზე არიან ძმები. ერთი ძმა მამას კლავს. მოფიქრებულად. აი ეს მე ამას იგებს გვიან ბდელი, რომელიც ამ ოჯახში დადის და მეგობარია ამ ბიჭების. ამაზეა პიესა გიორგი კანთარია არის ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ძალიან საინტერესო პიროვნება. მე ასეთი სტილის როლი არ მაქვს ნათამაშები. ნახოთ, აბა რა იქნება. ის რაც ქვეყანაში ხდება, ხო? ეს რა არის მოცემული ამ ორ პიროვნებას. პიროვნებას ვერც დავარქვევ ამათ, იმიტომ რომ ეს არიან ძმები, რომლებიც არ არის რა შემდგარი ხალხი და თვითონ არიციან წაიწავი. ის რაც არის საერთოდ ქვეყანაში რაც ხდება, ხო? ისინი არიან ამ ვითარებაში ჩასულნი. ყოველ შემთხვევაში მაყურებელი ნახავს ამას ყველაფერს. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა. ეს არის გავარაკი ორ ძმაზე, რომლებიც მამა დაკარგეს. არიან ასე უპატრონო დარჩენილები. არიციან ახლა რას მიმართონ საწავდნენ. ორ ძმაზე, რომლებიც არ უცნობენ ერთმანეთს არაფერს. ეს არის შავი კომედია პრინციპში, რომელიც დაწერილია ირლანდიელი დრამატურგის მარტინ მაგდონახის პიესის მიხედვით. რაღაც კავშირები ჩვენს ყოფასთან, ჩვენს არსებობასთან ძალიან ისეთი რა ქვია, ზუსტიანი მგონი. რა გიორგის ძალიან დიდი თავგანწმელი ვარ და ნანახი მაქვს თითქმის ყველა სპექტაკლი. არის გამორჩეული რეჟისორი, სათქმელითაც, ხედვითაც, აი თავისი რაღაცა ძალიან სიმარტივი და ამ სიმარტივეში ძალიან ღრმა და ფილოსოფიური აზრებით და ეს სპექტაკლი ცოტა განსხვავებულია მისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად რომ ყველა სპექტაკლი მაინც ნეობრივ საკითხებს ეხება, აქ რაღაცა უფრო თამამი სიტყვები იყო, რომელიც ახლა გიორგისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ სპექტაკლისთვის ძალიან ორგანული იყო და ჩემთვის საინტერესო გახდა ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ ცოტა რაღაცა კაენის და აბელის თანამედროვე ვერსია იყო ჩემთვის და აი არ ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ გიორგიმ დადგა სპექტაკლი, კიდევ ერთი საინტერესო და ქართულ თეატრში ემატა კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი. ანუ პირველ რიგში მიულოცავ თელ დას პრემიერას, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და ჩემი აზრით ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ ნათლად გადმოგცა ის, რაც ყოველასთვის და ყოველასთვის უნდა იყოს ნაცნობი, ის რომ სიკეთე და სიყვარული პირველ რიგში დაამარცხებს ყველანაირ ბოროტებას და რა უსურვებს უყოლასო სიყვარული ქონოდეს. კიდევ ერთხელ მიულოცავ თელ დას. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.